საღამოშვიდობისა 1 ივლისს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებთ BMG-ს გუნდის წევრებთან ერთად. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BA2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. Moody's 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.4%-იან, ხოლო 2027 წელს 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. სააგენტო Moody's მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, თუმცა მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებელზე იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე სააგენტო ადრე ვარაუდობდა. კალტენდაგარდის ინფორმაციით ამ წლის მაისში თბილისში 3748 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის მაისთან შედარებით ასევე გაიზარდა გასაყიდი ბინების ფასი და კვადრატულ მეტრზე $1412 შეადგინა. 1 ივლისიდან ავტომობილების იმპორტზე დაწესებული ახალი აქციზის წესების გარდამავალი პერიოდი დასრულებულია. ძველი აქციზის განაკვეთით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ ის პირები, რომლებმაც ავტომობილის ტრანსპორტირება 2026 წლის 1 აპრილამდე დაიწყეს. თუმცა სახმელეთო გზით ან საკუთარი სვლით მოძრავი ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 1 ივლისამდე ვერ გადმოიყვანეს. მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BA2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. Moody's-მა საქართველოს წინა შეფასება 2025 წლის მარტში გამოაქვეყნა და ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა. ახლა რეიტინგის პერსპექტივა კვლავ სტაბილურამდეა გაუმჯობესებული. სააგენტოს პროგნოზით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზრდება, ხოლო 2027 წელს 5.5%-ამდე შენელდება, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ეკონომიკური გავლენის გათვალისწინებით არის შეფასებული. Moody's-ის თანახმად ზრდის მთავარი წყარო ფართო ეკონომიკური აქტივობა, კერძო მოხმარება და ინვესტიციებია. ასევე აღნიშნულია, რომ შუადერეფნის გააქტიურებული მნიშვნელობა ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს. საქართველოს BA2 რეიტინგის დადასტურება ეფუძნება ქვეყნის მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ პოზიციას, რომელსაც უპირისპირდება ინსტიტუციური გამოწვევები. Moody's ელოდება, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება, რასაც ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური აქტივობა, მოხმარება და ინვესტიციები. მაღალი ზრდა და ვალის გონივრული მართვა გააგრძელებს წვლილი შეტანას საერთო ფისკალურ ჯანმრთელობაში. საქართველოს სტრატეგიული პოზიცია შუადერეფანში მიიზიდავს სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადებს, როგორც რეგიონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ მახასიათებლებს კიდევ უფრო აძლიერებს მყარი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გაუარესება შეინიშნება მმართველობის და ინსტიტუტების სხვა ელემენტებში, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება და სასამართლო სისტემა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's მიიჩნევს, რომ საქართველოს სტაბილური მდებარეობა შუადერეფანში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება. სააგენტოს შეფასებით მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ფოთის პორტის გაფართოება და სრული დატვირთვით ამოქმედებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს. სააგენტოს შეფასებით საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა შუადერეფანში ქვეყანას საშუალებას აძლევს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიზიდოს. Moody's აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორი მომავალშიც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ისე ინვესტიციების მოზიდვას. სააგენტოს შეფასებით საქართველოს მდებარეობა შუადერეფანში ქვეყანას აძლევს საშუალებას გააუმჯობესოს როგორც სავაჭრო კავშირები, ისე ექსპორტის და იმპორტის დივერსიფიკაცია უზრუნველყოს.
ძალიან მძიმე და რთული მოვლენა. ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ევროკავშირის დაკავშირებადობის პლატფორმის მიღმა საქართველოს აღმოჩენას. იმის მიუხედავად, რომ დაკავშირებადობის პლატფორმა ფიზიკურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის კორიდორს ეხება, საქართველოს პლატფორმის პრეზენტაციას ბრიუსელში არ დასწრებია. პლატფორმის ფარგლებში, რომელიც ევროკომისიამ წარადგინა, შესაძლებელი ხდება 2 მილიარდ ევრომდე ფინანსური რესურსების მობილიზება შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული დაკავშირებადობის პროექტებში. გეგმაშია ინვესტიციები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის სფეროებში. რეგიონთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააუმჯობესებენ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ოპერაციულ ეფექტიანობას. ნიკოლოზ ალოვიძე ამბობს, რომ საქართველოს სისტემატურად აღარ მონაწილეობს იმ უმაღლესი დონის შეხვედრებში, სადაც შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდასა და ინვესტიციებზე მსჯელობენ. მისი შეფასებით, დღევანდელი პოლიტიკა არის არა დიპლომატიური თამაში, არამედ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაზიანება, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. პირველეთის მარშრუტის ჩანაცვლებაზე მიდის ძალიან აქტიურად მუშაობა და რეალური შედეგების დადება, ახლა და რეალური ინვესტიციების წამოღება, რომ სტაბილური გახდეს ეს თვითმფრინავი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის რეალური ინვესტიციების მოზიდვისთვის არის ერთ-ერთი ჰიპერკრიტიკული, ანუ სახელების გადარქმევით კი არ მოხდება FDI-ის გაზრდა. აი ზუსტად ასეთი შეხვედრებით, ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრებზე, უმაღლესი დონის მოთამაშების მხრიდან მოხდება შეხვედრების დაორგანიზება. ეს არის და ეს. აქედან გამომდინარე რისკი და ზიანი, რაც ჩვენი ამ მოცემულობით ჩვენ ვიღებთ, ერთი რომ არ ვესწრებით ამ პროცესს, ვერ ვესწრებით აი ამ 2 მილიარდიან მაგიდაზე მოლაპარაკებებს, რომ იქიდან აქ არის თან დიდი ძაფრი კონკურენცია. ხო, ანუ გეოგრაფია ამ შემთხვევაში არ არის ერთადერთი მთავარი მდგენელი. ეს არის ერთ-ერთი მდგენელი, მაგრამ არა ერთადერთი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კონკურენციაში ვართ ისედაც, მაგრამ ახლა ჩვენი კონკურენტებს აქვს შესაძლებლობა, რომ იქ პირველი პირებისგან მიიღონ ინფორმაციები. ხო, ჩვენ ეს ინფორმაცია არ აქვს, ანუ თლათ დაბრმავებულები ვცდილობთ ამ კონკურენტულ თამაშში შესვლას, რაც რა თქმა უნდა ჩვენს უპირატესობებს კიდევ უფრო აკრიტიკებს. აზერბაიჯანული სააგენტოს აპას ინფორმაციით ივლისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორობას BP SOCAR-ს გადასცემს. BP დაასრულებს საქართველოზე გამავალი 2 მილსადენის ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორობას. სააგენტო აღნიშნავს, რომ მილსადენის ოპერატორობას SOCAR-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სამივე მონაკვეთზე აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში იბარებს. განსხვავებით ბაქო-სუფსისგან, რომლის ქართული მონაკვეთის ოპერატორობაც საქართველოს მთავრობას BP 2026 წლის ივნისიდან უკვე გადასცა. BP-ის კვარტალური ანგარიში 2026 წლის პირველ კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვა შემცირებულია. პირველი კვარტალის განმავლობაში დაახლოებით 49 მილიონი ბარელი, ანუ 6 მილიონი ტონა ნედრი ნავთობი გადაიზიდა. ეს წლეურად 5 მილიონი ბარელით შემცირებულ მაჩვენებელს ნიშნავს. პირველი ივლისიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ძალაში აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა მათ შორის, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე თანადაფინანსების გაცემის წესია. თუ ადრე სახელმწიფო სუბსიდია სისხლის მომსახურების პერიოდში პარალელურად გაიცემოდა, ახალი სისტემით ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია. ბანკების ნაცვლად აგროპროექტებს ჯერ სამინისტრო დაამტკიცებს. დღეიდან ტბებსა და მდინარეებზე არასერტიფიცირებული კატარღებით სურაობაზე ჯარიმები წესდება. ჯარიმები ამოქმედა ასევე თბილისში შინაური ცხოველების მოვლა პატრონობის წესების დარღვევაზეც. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით მომხმარებლისთვის სასმელის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 4 წლით გადავარდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულაციის ამოქმედების ახალ ვადად 2031 წლის 1 თებერვალია განსაზღვრული. შეზღუდვა 1 ივლისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა სამინისტრო განმარტავს, რომ გადავადების გადაწყვეტილება მიღებული არის კერძო სექტორთან, ბიზნეს ასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციის საფუძველზე. 2031 წლიდან საქართველოს მთავრობა პლასტიკის ბოთლების სრულ აკრძალვას გეგმავს.
საქართველოდან უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტი გაზრდილია. გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-მაისში ექსპორტირებული არის 71,700,000 ლიტრი, 79,700,000 დოლარის ღირებულების უალკოჰოლო გაზიანი სასმელები. ექსპორტის ღირებულება 26%-ით გაიზარდა, რაოდენობა 15%-ით. ამ წლის მაისში 9%-ით გაზრდილია საშუალო საექსპორტო ფასი. უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია მეზობელი ქვეყნები ყაზახეთი, უზბეკეთი, ისრაელი და უკრაინა. პირველი ივლისიდან ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი $1,000,000 ლარამდე მოცულობის ზესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებს. გასული წლის აგვისტოდან დღემდე ეს ზღვარი 750,000 ლარი იყო. საბანკო ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ცვლილება ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების კატეგორიას შეეხება და არის მოლოდინი, რომ წლის განმავლობაში სესხებში ლარიზაციის წილი კიდევ რამდენიმე პროცენტული პუნქტით გაიზრდება. ამავე დროს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით მაისში წლიურად საბანკო დაკრედიტება 14,2%-ით გაიზარდა. მაშინ, როდესაც დეპოზიტების მოცულობა წლიურად 22%-ით არის გაზრდილი. სესხებლების რა კატეგორიაზე ექნება გავლენა სავალუტო სესხების დაკრედიტების ზღვარის $1,000,000 ლარამდე ზრდას და რა ტენდენციებია საბანკო სექტორში. მოცეშუბაშვილის სიუჟეტში ვნახოთ. ეროვნული ბანკის მიერ ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში მიღებული მორიგი გადაწყვეტილება ძალაში 1 ივლისიდან შევიდა, რომლის თანახმადაც იმ სესხებლებს, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში აქვთ შემოსავალი $1,000,000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარში შეეძლებათ. უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემაზე რეგულაცია ფიზიკურ პირებსა და კომპანიებზეც ვრცელდება. როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, ეს ცვლილება ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების კატეგორიაზე მოახდენს გავლენას, რადგან ამ დრომდე არსებული ზღვრის 750,000 ლარიდან $1,000,000 ლარამდე მოცულობის კრედიტების დიდი წილი სწორედ ამ კატეგორიის მსესხებლებზე მოდის. საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი ამბობს, რომ შედეგად მომდევნო თვეებში სესხებში დოლარიზაციის დონე დღეს არსებული დაახლოებით 42%-იანი წილიდან შესაძლოა 27-38%-ამდე შემცირდეს. 750-სა და $1,000,000 ლარს შორის ძალიან მცირე რაოდენობის ფიზიკური პირები ხვდებიან. მეტწილად აქ საუბარია, რომ შესაძლებელია ეს გავლენას იქონიებდეს SME და კორპორატიული სესხების სეგმენტზე. 1 ივლისიდან ეს უპირველესად აისახება იმაში, რომ მეტი რესურსი გავა როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე იურიდიულ პირებზე ლარში. შესაბამისად, ლარული პორტფელი უკლებლივ გაიზრდება და უცხოურ ვალუტაში გაცემული პორტფელი ავტომატურად შემცირდება. თუ ჩვენ ამ წლის ბოლოს სადღაც 38-37%-ის ფარგლებში ჩამოვალთ საკრედიტო პორტფელში, ასე ვთქვათ, დოლარიზაციის მაჩვენებლით, მე მგონი ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება სისტემისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ სავალუტო დაკრედიტების ზღვარი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებოდა და თუკი მაგალითად 2024 წელს ის 200,000 ლარი იყო, უკვე დღეისთვის $1,000,000 ლარამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის სესხებზე დაწესებული რეგულაცია სესხებლების სავალუტო რისკებისგან დაცვას ისახავს მიზნად. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რეგულაციის გამო როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს, რომლებსაც შესაძლოა სესხის აღება უცხოურ ვალუტაში სურდეთ, შედარებით მაღალ პროცენტიანი ლარის კრედიტის აღება უწევთ. $1,000,000 ლარზე მეტ სესხს ალბათ კომპანიები თუ აიღებენ, ხო? რომლებსაც თქვა შეუძლიათ უკვე ვისაც შემოსავალი მათ შორის ლარში აქვს, რომ აიღონ უცხოურ ვალუტაში, მაგრამ ეს უკვე სულ კომპანიებზე ვსაუბრობთ თან ჩვენ. შესაბამისად, ფაქტობრივად ეროვნულმა ბანკმა შეიძლება ითქვას, რომ ლარში უცხოურ ვალუტაში აკრძალა სესხების გაცემა იმ ადამიანებისთვის და იმ კომპანიებისთვის, ვისაც შემოსავალი არ აქვს უცხოურ ვალუტაში. მესმის რომ ეს არის დაცვის მექანიზმი, თქვა სავალუტო რისკებისგან და ერთგვარი ჰეჯირება. საპროცენტო განაკვეთი რა თქმა უნდა ლარში სესხებზე უფრო მაღალია ვიდრე უცხოურ ვალუტაში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სავალუტო რისკს და გრძელვადიან პერიოდს, რადგან როგორც წესი უცხოურ ვალუტაში სესხები ძირითადად გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი, შესაძლებელია ეს კიდევ უფრო მეტი რისკი იყოს, ვიდრე ამ მაღალი პროცენტის გადახდა. ლარში დაკრედიტება $1,000,000 ლარის შემთხვევაში უკვე ძალიან დიდი ზღვარია და ძალიან მნიშვნელოვნად უწყავს უკვე როგორც სამოხმარებო იპოთეკური სესხის ამღებს ფიზიკურ პირს, ისე ბიზნესსაც. იმიტომ რომ ძალიან ძვირია ლარის რესურსი, ჩვენ ვიცით რომ მიმულია რეფინანსირების განაკვეთზე, რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მაღალია, ამას ემატება მარჟა საბანკო, ამ მარჟას ემატება მერე ერთჯერადი გაცემის საკომისიოები და ჩვენ ხშირად გვესმის, ხო არის განაკვეთი ამდენი და ეფექტური იმდენი, ხო, გეგმით ამდენი, გეგმავალდებულებით იმდენი. ანუ ეფექტური განაკვეთი
результаты გამოდის 16, 17, 18%-ის ფარგლებში უხესად. წელწლიური. ანუ ჩათვალეთ რომ თითქმის მეხუთედი იმ რესურსის, სადაც თქვენ იღებთ, არის ხარჯი ცესხებელისთვის. რაც შეეხება საბანკო სექტორში არსებულ ბოლო ტენდენციებს, მაისში საბანკო დაკრედიტების ზრდის ტემპა 14.2% შეადგინა და წლიურად ცესხების მოცულობა 504 მილიონი ლარით 73.39 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. დეპოზიტების მოცულობა კი უფრო სწრაფი ტემპით წლიურად 1.31 მილიარდი ლარით, ანუ 22%-ითაა გაზრდილი. როგორც საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ დაკრედიტების ზრდის ტემპი გასულ წლებთან შედარებით მცირედ შენელებულია, ის მაინც ეკონომიკური ზრდის თანაზომიერია. რაც შეეხება დეპოზიტების პორტფელის შედარებით უფრო სწრაფ ზრდას, ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არარეზიდენტების ანაბრებს, რაც ასოციაციის შეფასებით უცხოელების მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო სექტორისადმი ნდობის ზრდაზე მიუთითებს. კარგი მაჩვენებელი შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით საკრედიტო პორტფელის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან და აქტივების შეფარდებას, თქვათ, მთლიან შიდა პროდუქტთან. ვიგულისხმოთ, რომ ეკონომიკა დღეს წელს უნდა გაიზარდოს, თქვათ, 6-დან 7%-მდე, ხო? თუ საკრედიტო პორტფელი გაიზრდება, ასე ვთქვათ, უფრო მეტად, ხო, ჩვენ წლიურ ჭრილში ვსაუბრობთ, თქვათ, 13-14%-საც მანამდე გითხარით, ეს კიდევ უფრო გაზრდის, ასე ვთქვათ, საკრედიტო პორტფელისა და მთლიან შიდა პროდუქტის ასე ვთქვათ შეთანაწყობის კოეფიციენტს. დეპოზიტებთან მიმართებაში ზოგადად ისევ გარე ფაქტორებზე ვართ დამოკიდებული და რამხელა ზრდა დაფიქსირდება წლის ბოლოს, ეს იქნება დამოკიდებული, ასე ვთქვათ, იმ ინვესტორებზე, რომლებიც საქართველოში გამოიხედავენ. გასულ წლებთან შედარებით დაკრედიტების ზრდის ტემპის შედარებით შენელება სპეციალისტების ნაწილი კი რამდენიმე ფაქტორით ხსნის. რაც შეეხება სასესხო პორტფელს, რა თქმა უნდა, აქ ზრდის ტემპი არის შენელებული და ეს არის აბსოლუტურად გასაგები, იმიტომ რომ ფაქტობრივად დაკრედიტებულია სრულიად მოსახლეობა, შეიძლება ითქვას, ვისაც კი სესხის აღება შეუძლია, არის მათი ალბათ 90%, რაღაც ტიპის სესხს მაინც ფლობს. საბანკო სექტორის ზრდის ტემპი რაც იყო წინა წლებში, ეს ზრდის ტემპი ასე ვერ გაგრძელდება. ერთადერთი მიმართულება, სადაც შეიძლება ეს გაგრძელდეს, არის თქვა ბიზნეს სესხები. ხო, რაც შეეხება ბიზნეს სესხებს, ამ მიმართულებით თავისთავად ცალკე პრობლემაა, ანუ საპროცენტო განაკვეთები იმდენად არა, რამდენადაც მაღალი რისკი და მომავლისადმი ნაკლები რწმენა, ასე ვთქვათ, ხო? ბიზნესმა რო ახალი ვალდებულებები და რისკები აიღოს თავის თავზე, ამას შეიძლება უკეთესი პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო ქვეყანაში, ქვეყნის კურსი უნდა იყოს ის, რაც უნდა მოსახლეობის უმრავლესობას და ბიზნესის აბსოლუტურ უმრავლესობას, ანუ ევროპისკენ უნდა მივიდიოდეთ. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებულ მოლოდინებს, საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებაა მოსაოდნელი. შესაბამისად, სავარაუდოდ წლის განმავლობაში ლარის სესხებზე განაკვეთები მეტწილად უცვლელად შენარჩუნდება. თუმცა მოსაოდნელია, რომ მომდევნო პერიოდში გაძვირდება ევროსესხები, რაც თავის მხრივ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გასულ თვეს საპროცენტო განაკვეთის 0.25% პუნქტით გაზრდასთან იქნება კავშირში. კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები გაზრდილია. ეროვნული ბანკის სტატისტიკით მაისში კომერციული ბანკების წინააღმდეგ ჯამში 2712 საჩივარი დაიწერა. სების მონაცემებით მაჩვენებელი 17%-ით უფრო მეტია, ვიდრე წინა წლის იგივე პერიოდში დაფიქსირდა და 8%-ით უფრო მეტია წინა თვესთან შედარებით. ამ მონაცემების თანახმად 2026 წლის აპრილში პრეტენზიების რაოდენობამ 2511 შეადგინა. 2025 წლის მაისში 2323. ეროვნული ბანკის სტატისტიკით 2026 წლის მაისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით, ასევე სამომხმარებლო სესხებზეა დაფიქსირებული. პრეტენზიების შინაარსის თანახმად მაისში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი 1550 ტრანზაქციებზე მოდიოდა. შემდეგ იყო ადმინისტრაცია და მომსახურება 615 საჩივრით და მესამე ადგილზე ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები 195 განაცხადი. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკით 2026 წლის მაისში 2712 საჩივრიდან ბანკებმა 1630 განაცხადი უსაფუძვლოდ, 435 საფუძვლიანად მიიჩნიეს, 645 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. ორ შემთხვევაში განხილვა დასრულებულია და პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქუთაისში ახალი საკასო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. ამ მიზნით უწყებამ პროექტირების და პროექტირების მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვამდე ბაზრის კვლევა გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ეროვნული ბანკის შენობის პროექტირების მომსახურების, ასევე პროექტირების მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის განაცხადების მიხედვით პროცესში მონაწილეობით დაინტერესებულ ყველა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს და შესყიდვაში მონაწილეობის ინტერესი გამოხატოს. დაინტერესებულ პირებს ეროვნულ ბანკთან დაკავშირება განცხადების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შეუძლიათ. შესყიდვის ობიექტი მოიცავს არქიტექტურულ დაპროექტებასთან დაკავშირებულ არქიტექტურულ საინჟენრო დაგეგმარების და არქიტექტურულ საკონსულტაციო მომსახურებებს. ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი გადავარდა. მთავრობის დადგენილებით კომპანიებს, რომლებიც თვეში არანაკლებ 1 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, აქამდე შეეძლოთ ელექტროენერგიის შესყიდვა რეგულირებადი ფასით. თუმცა 2026 წლის ივლისიდან მათ ელექტროენერგია თავისუფალი მიმწოდებლისგან უნდა იყიდათ. რადგან ამ ეტაპზე ბაზარზე მხოლოდ ერთი თავისუფალი მიმწოდებელია შესაბამისად, მთავრობამ 1 წლით გაახანგრძლივა ვადა. ამიტომ კომპანიებს კვლავ შეეძლება CEMEC-ის მიერ რეგულირებული ტარიფით შეიძინონ ელექტროენერგია. უფრო კონკრეტულად, მთავრობის 2026 წლის 30 ივნისის დადგენილებით ერთწლიანი ვადა შემდეგი ტიპის მომხმარებლებს შეეხოთ 35-დან 100 კილოვატი ძაბვის საბოლოო მომხმარებელს, ასევე 6-დან 10 კილოვატი ძაბვის საბოლოო მომხმარებელს, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 1 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას, ყველა სხვა მომხმარებელს გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსი 2028 წლის 1 ივნისამდე აქვთ გადავადებული. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დაგეგმილი არის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემების შეძენა, რომელიც 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული დრონის აღმოჩენას და განეიტრალებას უზრუნველყოფს. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარეძემ ამასთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა. ევროკავშირის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო ამ წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მეორე ადგილზეა. ევროსტატის მონაცემებით ევროკავშირის ტერიტორიიდან საქართველოში 2060 მოქალაქე დააბრუნეს. გამოძევებულთა რაოდენობით საქართველოს უსწრებს თურქეთი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 3555 მოქალაქეა დაბრუნებული. მესამე ადგილზე ალბანეთია 2050 გამოძევებულით. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა სპეციალური ონლაინ პორტალი წარადგინა. ახალი პლატფორმა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც ოფაკის სასანქციო სიიდან საკუთარი მონაცემების ამოშლას ითხოვენ. კახაკალაძის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირებისათვის თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს ნიშნავს. სპეციალური მარშრუტები 2 ივლისიდან 30 ივლისამდე პერიოდში ფუნქციონირებს და გამოცდების მონაწილეებს დილის 6-დან საღამოს 8 საათამდე მოემსახურება. მაისში უძრავი ქონების ბაზარზე ზრდა შენარჩუნდა. კალტენტაგარტის ინფორმაციით, პირველად ბაზარზე მოთხოვნა უცვლელია, რაც გასული წლის მაისის მაღალ ბაზას ასახავს. გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით გაიზარდა, თუმცა გაყიდული ფართობის შემცირდა, რაც მაისში გაყიდული ბინების საშუალო ზომის შემცირებას უკავშირდება. ამის საპირისპიროდ გაყიდვები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მეორად ბაზარზე და 2023 წლის შემდეგ მეხუთე ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს. საჯარო რეესტრის მონაცემებით მაისში სულ 3740 ბინა გასხვეს და მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.4%-ით არის გაზრდილი და 1924-ს გაუტოლდა. პირველად ბაზარზე კი გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 9.7%-ით 1824 ბინამდე გაიზარდა. ამავე დროს 2026 წლის ივნისში ჩატარდა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს დედაქალაქში. ამ კომპლექსების ბინების 76% საქართველოს მოქალაქეებმა იყიდეს. 3%-ის მყიდველი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, 11% ისრაელის მოქალაქეები. დარჩენილი 11% სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებზე ნაწილდება. მიწოდებას რაც შეეხება, მაისში ნებართვა გაიცა 23 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 165.480
4 კვადრატული მეტრი შეადგინა და ეს კლება არის 18%-ით წლიურ ჭრილში. გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მერვე თვეა მცირდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია. ჯამურად 2026 წლის 5 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 34%-ით შემცირდა. 2025 წლის მაისთან შედარებით გაზრდილი არის თბილისში ბინის ქირის ფასიც. დედაქალაქში საშუალო ზომის ფინის 50-დან 60 კვადრატულ მეტრამდე ბინის ქირის ფასი მაღალ დონეზე ნარჩუნდება და კვადრატულზე დაახლოებით $9.90. ქირის ამონაგები კი 8.4%-ია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით თბილისის Eagle Hills-ის ანუ თბილისი Waterfront-ის პროექტზე განაშენიანების გეგმის შემუშავების პროცესი დაიწყო. საქართველოს მთავრობამ Eagle Hills საქართველოს 6.325.813 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთები პროექტის განხორციელებისთვის 2026 წლის აპრილში ორწლიანი უზურპრუქტის უფლებით გადასცა, რაც თავის თავში მოიაზრებს ტერიტორიის განვითარების უფლებას, თუმცა მიწის მესაკუთრედ კვლავ სახელმწიფო ნარჩუნდება. მთავრობამ ტერიტორიის განაშენიანების სპეციალური რეჟიმით რეგულირების შესახებ დადგენილება 29 მაისს გამოსცა და თბილისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიანიჭა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით პროექტის მთავარი ამოცანაა კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე მაღალი ხარისხის, მყუდრო ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული დაბალი ინტენსივობის და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარება, რომლის უმეტესი წილიც დაეთმობა ინდივიდუალურ განაშენიანებას, ვილების და თაუნჰაუსების სახით, ხოლო მცირე ნაწილი განაშენიანების ცენტრი თავს მოუყრის საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტებს. წარმოება, ლოგისტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები. ეს არის საკითხები, რაც საქართველოს-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმზე იყო დღეს განხილული. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ფორუმზე უზბეკეთის 74 კომპანიას უმასპინძლეს. ხვალ ქვეყანაში უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტს ელოდებიან. მხარეების გეგმაშია ვიზიტის ფარგლებში განვითარების ერთწლიანი გეგმა, ხელის მოწერა ამ პროექტზე, რამაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური აქტივობა უნდა გააუმჯობესოს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს-უზბეკეთის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია, თუმცა ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით ზრდა ძირითადად საქართველოდან უზბეკეთის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებამ განაპირობა. რა ახალ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს ხედავენ მხარეები ერთმანეთის ბაზრებზე და რა სფეროებით ინტერესდებიან უზბეკი და ქართველი ბიზნესმენები. ეკა გაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ. საქართველო-უზბეკური პროდუქციისთვის შესაძლოა ევროპაში გასასვლელი კარიბჭე გახდეს. მეტწილად ასე ხედავს ქართული ბიზნეს სექტორი უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობებს. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო პოლიტიკის ფოკუსმა ცენტრალურ აზიაზე გადაინაცვლა, ბიზნესი ცდილობს არ ჩამორჩეს და ამ ბაზრებზე ახალი შესაძლებლობები ეძებოს. ექსპორტის თემა არის ჩვენთვის უზბეკეთში საინტერესო. ყველა ძირითად პროდუქტებზე, რასაც საქართველო აწარმოებს, უზბეკეთიდან არიან დაინტერესებული ტექსტილის მწარმოებლები, მაგალითად, რომელიც ჩვენ საქართველოს ეს ტიპის წარმოება ძალიან მცირეა საქართველოში და ეს მასშტაბები არ არის, ამიტომ ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ტექსტილი, ცხადია ჩვენთვის და ეს გვექნება შესაბამისი მოლაპარაკებები. უზბეკეთი არის ნედლეულით მდიდარი ქვეყანა. შესაბამისად სქემა, როდესაც მათი ნედლეული გადმოვა საქართველოში, აქ შეიქმნება დამატებით ღირებულება, აქ შეიქმნება საბოლოო პროდუქტი, რომელიც გაიყიდება ევროპულ ბაზარზე, არის ძალიან საინტერესო ორმხრივად სქემა. უბრალოდ საჭიროა კარგად დავინახოთ ის პროდუქტი, ის ნედლეული, რომელზეც მოთხოვნაა, როგორი ტიპის მოთხოვნაა, როგორი ლოჯისტიკა იმუშავებს, ღირებულება ჩამოტანას რა იქნება და მე საბოლოო პროდუქტი რამდენად კონკურენტნარიანი იქნება გლობალურ ბაზრებზე. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა პროექტების მართვა და სამშენებლო მენეჯმენტის მომსახურება. ძირითადად უცხოური, საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეებისთვის. 2020-იან წლებში ცენტრალური აზიის ბაზარზე გაფართოების შემდეგ დავაარსეთ უცხოური ოფისები ყაზახეთსა და უზბეკეთში. უზბეკეთის საქართველოს დღევანდელი ბიზნეს ფორუმი რეალურად ტაშკენტის საინვესტიციო ფორუმის გაგრძელებაა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა. ჩვენ ამ ფორუმებს განვიხილავთ როგორც შესაძლებლობას, რათა დავამყაროთ კავშირები და ვიპოვოთ ინტერესები. ორმხრივი ინვესტიციები, ცოდნის ურთიერთგაზიარება და პროფესიული მომსახურების ურთიერთგაცვლა ორივე ქვეყნისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ორ ქვეყანას დაბალი სავაჭრო ბრუნვა და არც თუ ისე მძლავრი ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს, მხარეები ფიქრობენ, რომ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის კარგი მომენტია. უზბეკეთი ერთ-ერთი დინამიკურად მზარდი ბაზარია, ხოლო საქართველოს უზბეკეთისთვის შესაძლოა ევროპულ ბაზრებზე წდომის პლატფორმად იქცეს. პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევა ნედლეულის გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა და მინერალური რესურსები. ჩვენ თავისუფალმა ზონებმა შეიძლება ვითამაშოთ მნიშვნელოვანი როლი მკუთხით, რომ უზბეკური ბიზნესი გარკვეული, ასე ვთქვათ, საწარმოო ბიზნესი შემოვიდეს ჩვენთან გარკვეული მნიშვნელობით, გარკვეული ფაზით, გარკვეული მოდალობით. ეს შეიძლება იყოს მთლიანი გადამუშავება, ეს შეიძლება იყოს ნახევარფაბრიკატების შემოტანა, ან ნედლეულის შემოტანა და ასე ვთქვათ, საბოლოო პროდუქციის ჩამოყალიბება საქართველოში და შემდგომ უკვე ექსპორტი ევროკავშირში, სადაც ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ინტერესების გადაკვეთის. აქ არის სოფლის მეურნეობის პროდუქტები ძალიან ბევრი, რომელიც შეიძლება რაღაცა ტიპის კონცენტრატებად, ანუ ხილზე ლაპარაკი და ასე შემდეგ. წვენებზე და ამ შემდეგ, რომელიც ძალიან ბევრია, არის სხვადასხვა ტიპის მინერალური, თქვა რესურსები, ყველაფერს თავი გავანე, მაგალითად მარილი, რომელიც ძალიან ბევრი აქვს უზბეკეთს, რომელიც შეიძლება იოდიზირება საქართველოში მოხდეს და გატანა და ამ შემდეგ ძალიან ბევრი ესეთი პროდუქტია, რომელზეც შეიძლება ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ერთად. საინტერესო მიმართულებებად სახელდება უზბეკეთში საგადასახადო და იურიდიული მომსახურებების გატანა, ასევე ტექნოლოგიებითა და საინფორმაციო სისტემებით ახალი ტექნოლოგიური კავშირების უზრუნველყოფა. როცა ვიკვლევდით ახალ ბაზრებს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსპექტიული ბაზარი ცენტრალური აზია გამოიკვეთა და თუ სად უნდა გავგეხსნა თქო ცენტრალურ აზიაში ფილიალი, გადავწყვიტეთ რომ ეს ყოფილიყო ტაშკენტი. ალბათ უზბეკეთი ყველაზე კარგი ბაზარია, იმიტომ რომ 40 მილიონიანი მოსახლეობის და ახლობით 27 წლიანი საშუალო ასაკის ბაზარი, სადაც ფართო მასებზე გასვლა და ვთქვათ პროცესების ფართო აუდიტორიაზე გატანა გაცილებით ადვილი და შესაძლებელია. ჩვენი მოძრაობის მიზანია რომ სწორედ განვითარებადი რეგიონები გამოვიკვლიოთ და დავაკავშიროთ შემდეგ უკვე ამერიკასთან. ეს არის ჩვენი მისია და დღეს მოხარული ვარ, რომ ეს ფორუმი საქართველოში ტარდება და დღეს გავაფორმეთ 5 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი უზბეკეთის ტექნოლოგიების სამინისტროსთან და IT პარკთან და კიდევ უფრო აქტიურად დავაკავშირებთ ჩვენ რეგიონს და რეგიონის ქვეყნებს, რათა ბევრმა ბიზნესმა შეძლოს იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც უზბეკეთის ბაზარს შეუძლოს შემოგთავაზოს. ვიდრე ბიზნესი რეგიონულ თანამშრომლობას გააღრმავებს, ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კავშირების განმტკიცების პოლიტიკური ვალდებულება ორივე მხარემ აიღო. მარიამ ქრუევიშვილის განცხადებით უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველოს უზბეკეთს უპირატეს სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრებს. თავის მხრივ უზბეკეთის ინდუსტრიის მინისტრიც აცხადებს, რომ ქვეყნები მხოლოდ ვაჭრობაზე არ უნდა შეჩერდნენ და წარმოების, ლოგისტიკის და ერთობლივი ექსპორტის მიმართულება გააძლიერონ. მხარეები გეგმავენ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განვითარების ერთწლიან გეგმას მოაწერონ ხელი, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ცენტრალური აზიის რეგიონში ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე საუბრისას უზბეკეთს მუდამ მოვიაზრებთ ერთ-ერთ უპირატეს პარტნიორად, რომელთანაც საბედნიეროდ ჩვენი სავაჭრო ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტი, ტურიზმი და მრავალი სხვა სფერო თითქმის ყოველთვიურად იზრდება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ერთობლივად მოვაწერთ ხელს განვითარების ერთწლიან გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების დაკავშირებადობას. ამ გეგმის უდიდესი ნაწილი ეთმობა იმას, თუ როგორ გავზარდოთ ვაჭრობა, როგორ გავაძლიეროთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორი, როგორ განვავითაროთ მასპინძლობის სფერო და როგორ წავახალისოთ სხვა სახის ინვესტიციების შესაბამის დარგებში. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა მხოლოდ ვაჭრობაზე არ უნდა შევჩერდეთ. ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეთ. ვაჭრობიდან წარმოებაზე, წარმოებიდან ლოგისტიკაზე, ლოგისტიკიდან ინვესტიციებზე, ხოლო ინვესტიციებიდან ერთობლივ ექსპორტზე. ორივე ქვეყნის მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს თქვენს ბიზნეს გეგმებსა და ბიზნეს იდეებს. მოგიწოდებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ ფორუმის შესაძლებლობები. შეხვდეთ ერთმანეთს, დაამყაროთ ახალი ბიზნეს კონტაქტები, ჩამოაყალიბოთ მყარი პარტნიორობა და თქვენი წვლილი შეიტანოთ ორ ქვეყანას შორის მტკიცე ეკონომიკური კავშირების განვითარებაში. სტატისტიკის მიხედვით საქართველოს-უზბეკეთის ეკონომიკური ურთიერთობები ამ ეტაპზე არც თუ ისე მძლავრია. ბოლო 6 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ჯამში 19 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უზბეკი ბიზნესმენები ძირითადად ვაჭრობით, უძრავი ქონებითა და სტუმარ მასპინძლობის სფეროებით ინტერესდებიან. ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა შედარებით დადებითი ტენდენციით ვითარდება, რაც სტატის მონაცემებით ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული. გასულ წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა უზბეკეთში 220 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლების მაჩვენებელსაც აჭარბებს.
მიღწევს. რაც შეეხება იმპორტს, აქ მაჩვენებლები საგრძნობლად დაბალია. 2025 წელს უზბეკეთიდან საქართველოში 89 მილიონის, ხოლო 2024 წელს 95 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა. თბილისის მერმა კახაკალაძემ სამოქალაქო რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის სხდომაზე პირველი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიზანია შეერჩეს საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მოამზადებს პროექტის განვითარების ალტერნატივების შეფასებას, ეკონომიკურ დასაბუთებას და დაითვლის პროექტის სავარაუდო ღირებულებას. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა კომპანიებს 13 ივლისამდე შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს თბილისი მცხეთის, თბილისი ლილოს, თბილისი აეროპორტი და თბილისი რუსთავის მიმართულებით მაღალი სიხშირის სამგზავრო რეგულარული მატარებლის, ეგრეთ წოდებული მიწის ზედა მეტროს პროექტის ეკონომიკური და ტექნიკური დასაბუთება. კალაძე ამბობს, რომ პროექტში თბილისის მერის გარდა ჩართულია საქართველოს რკინიგზაც, რომლის ინფრასტრუქტურის გამოყენებითაც საქალაქო სამგზავრო რკინიგზის განვითარებაა დაგეგმილი. პროექტის კონცეფცია თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას ეფუძნება, რომელიც ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით. ეს ძირითადად გულისხმობს არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ახალი სარკინიგზო მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობის განხილვაც. პროექტის მიზანია კვალიფიციურმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატაროს დეტალურ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც თბილისის აგლომერაციაში საქალაქო რკინიგზის დერეფნის განვითარებისთვის საუკეთესო ალტერნატივებს განსაზღვრავს. მთავრობას ივლისში საწვავის შესყიდვა 59 თეთრამდე გაუიებდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგების მიხედვით. მთავრობას ივლისში 1 ლიტრის სუპერის ტიპის საწვავი 45 თეთრით, პრემიუმი 44 თეთრით და რეგულარი 43 თეთრით, დიზელი კი 49 თეთრით უფრო ნაკლები დაუჯდება. კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად 1 ლიტრ სუპერის ტიპის საწვავს ივლისში 3 ლარა და 17 თეთრად შეიძენს. ივნისში 3 ლარი და 62 თეთრი უჯდებოდა. ტენდერში გამარჯვებული ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია. საწვავის სხვა ტიპებს რაც შეეხება, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად ივლისში 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება 2 ლარი და 87 თეთრი იქნება. ივნისში 3 ლარი და 31 თეთრი იყო. აქ გამარჯვებული რომპეტროლ საქართველოა. ამავე მონაცემებით ევრო რეგულარის ტიპის საწვავს მთავრობა ივლისში 2 ლარა და 85 თეთრად იყიდის, ივნისში 3 ლარს და 28 თეთრს იხდიდა. გამარჯვებულია სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი. რაც შეეხება ევროდიზელს, ფასი არსებულ მდგომარეობაში 1 ლიტრზე 3 ლარი და 20 თეთრია, ივნისში 3 ლარი და 69 თეთრი იყო. ტენდერში გამარჯვებული სან პეტროლიუმ ჯორჯია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სახელმწიფო კომპანია მიმართულებების მარკეტინგის და განვითარების პროგრამაზე 17 მილიონ 900.000 ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 5 მილიონ 233.000 ლარით, ანუ დაახლოებით 41%-ით გაზრდილი ბიუჯეტია. 2024 წელს ეს ხარჯი 12 მილიონ 700.000 ლარი იყო. 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მიმართულებების მარკეტინგის და განვითარების პროგრამის მიზანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვა, ახალი რეგულარული მარშრუტების გახსნა და უკვე არსებული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა. კომპანიის მმართველობითი ანგარიშის მიხედვით განსაკუთრებული აქცენტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პოზიციონირებაზე კეთდება როგორც რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისათვის. მარკეტინგული აქტივობების მიზანია მგზავრთნაკადის ზრდა და ახალი ავიაკომპანიების დაინტერესება ქუთაისის აეროპორტით. თუმცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა მარკეტინგული დაფინანსება გაიცემა თბილისის და ბათუმის აეროპორტებში შესრულებულ რეისებზეც. მიმართულებების მარკეტინგის პროგრამა გულისხმობს ავიაკომპანიებისათვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევას, რომელიც როგორც წესი შესრულებული რეისების და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას უკავშირდება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით ერთ კომპანიაზე წლიური მხარდაჭერის მაქსიმალური მოცულობა 4 მილიონი ევროა. ბოლო პერიოდში აქ მექანიზმის ფარგლებში გაფორმებულ ერთ-ერთ ხელშეკრულებას
2026 წლის 31 მაისს ნორვეგიულ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Norwegian Air-ისთან შეთანხმება წარმოადგენს. დოკუმენტის თანახმად თბილისის და კოპენჰაგენის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისების დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიის ჯამში 400.000 ევრომდე ფინანსურ სტიმულს გადაუხდის. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამინისტრომ 2026 წლის პირველი 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 104%-ით შეასრულა. სამინისტრომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1.323 მილიონი ლარი მიმართა, რითაც ბიუჯეტის გეგმას 36.600.000 ლარით გადააჭერბა. ამ პერიოდში სამინისტროს მართვაში არსებული უწყებების მიერ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდა საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება. 2026 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აითვისა 618.100.000 ლარი. ეს გეგმის 106%-ია. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 250.500.000 ლარი, რაც გეგმის 99%-ს უტოლდება. გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ 140.300.000 ლარი დახარჯა. ეს გეგმის 104%-ია. წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებში. დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ უშუალოდ რომელ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტში ბიუჯეტის ათვისების რა მაჩვენებელია, ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ 20 ივლისს იქნება ხელმისაწვდომი. 1 ივლისიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის სატრანზიტო მოსაკრებელს 1 ტონაზე $6.7 ზრდიან. გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალურმა დირექტორმა 1936 წლის მონტრეს კონვენციის შესაბამისად მიიღო. უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ უფაში მდებარე მსხვილ ნავთობგადამუშავებელ ქარხანაზე ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ მიიტანეს იერიში. აფსნე პრესი წერს, რომ რუსული ნავთობის ობიექტებზე თითქმის ყოველდღიურმა თავდასხმებმა ქვეყანაში საწვავის კრიზისი გამოიწვია და ომის დაწყებიდან მეხუთე წელს კრემლზე პოლიტიკური ზეწოლა გაზარდა. რუსეთი დეფიციტის შესავსებად ბენზინს ინდოეთისგან ყიდულობს. იმპორტით რუსეთში დეფიციტის შემცირებას ცდილობენ, რომელიც უკრაინის მიერ მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად არის გამოწვეული. 1 ივლისიდან ევროკავშირში ჩინეთიდან შესულ მცირე ღირებულების მქონე იმ გზავნილებზე, რომლებიც მანამდე ბლოკში საბაჟო გადასახადის გარეშე შედიოდა, 3 ევროიანი გადასახადი დაწესდა. ეს გადაწყვეტილება პირველი ნაბიჯია იმ არაკონკურენტულ გარემოსთან საბრძოლველად, რომელსაც შეინის ტემუს და AliExpress-ის მსგავსი ონლაინ პლატფორმები ქმნიან. 1 ივლისიდან ბოსფორის და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის სატრანზიტო მოსაკრებელს 1 ტონაზე $6.7 ფასის ზრდა შეეხება. ეს გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა 36 წლის მონტრეს კონვენციის შესაბამისად მიიღო. ახალი ტარიფები იმ გემებს ეხებათ, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტით სარგებლობენ და თურქეთის პორტებში არ შედიან. ეს ტარიფები ძალაში 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ზრდა დაახლოებით 14.9%-ია, რაც თანხმდრაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ წლიურ 15%-იან ინდექსაციასთან. 83 წლიდან 22 წლამდე სრუტეებში გავლის მოსაკრებელი უცვლელი რჩებოდა და 1 ტონაზე 80 ცენტს შეადგენდა. თუმცა თურქეთის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად 2022 წლიდან მოსაკრებელი ყოველწლიურად 1 ივლისს ახდება. საზღვაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ახალი მონაცემებით 2025 წელს თურქეთის საწყლოსნო გზებზე გემების ტრაფიკმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გასულ წელს ბოსფორის და დარდანელის სრუტეში სულ 84.640 გემა გაიარა, რომლებმაც ჯამში 1.580 ტონა ტვირთი გაატარეს. თვლიანი ტრანზიტიდან 40.172 გემა ბოსფორის, ხოლო 44.464 დარდანელის სრუტე გაიარა. ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისათვის გადასახადის დაწესების გეგმა შეიმუშავეს. არსებული ინფორმაციით, ომანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლელ მოკავშირეებს შესაბამისი ოფიციალური წინადადება უკვე გაუგზავნეს. ახალი ინიციატივა მიზნად საზღვაო მარშრუტის მონეტიზაციასა და ტრანზიტის ახალი წესების ისე დადგენას ისახავს, რომელიც მას ოფიციალური ვაშინგტონიც დასთანხმდეს. ომანი როგორც რელიგიურად ნეიტრალური და ამავდროულად ჰორმუზის სრუტეზე
გავლენის მქონე შტატების მოკავშირე ქვეყანა თეირანის მხრიდან ოფიციალურად არის გაცხადებული როგორც ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც ირანი მსგავს ერთობლივ პროექტს განიხილავს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ნაბიჯით თეირანი გადასახადის ისე დაწესებას ცდილობს, რომ ამან კონფლიქტი არ გაამწვავოს, თუმცა თუ შტატები ომანს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აუკრძალავს, ირანი დამოუკიდებლად იმოქმედებს. რაც შეეხება ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო საზღვაო მარშრუტის მონეტიზაციას არ დაუშვებს. რუსეთი დეფიციტის შესავსებად ბენზინს ინდოეთის გაყიდულობს იმპორტით თურქეთში დეფიციტის შემცირებას ცდილობენ, რომელიც უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად არის გამოწვეული. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ინდოეთიდან რუსეთში სულ მცირე 60,000 მეტრული ტონა ბენზინი გაიგზავნა. სხვა წყარო აღნიშნავს, რომ 2 ტანკერია გაგზავნილი თითოეული 30,000-დან 50,000 ტონამდე ამანათებით. მესამე წყაროს ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს ყოველთვიურად 400,000 ტონა ბენზინის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის მეზობელი ბელარუსიდან, რომელიც უკვე ახორციელებს საწვავის ექსპორტს რუსეთში. როიტერსის ინფორმაციით, რუსეთში ბენზინის მოხმარება ზაფხულში დღეში მინიმუმ 100,000 ტონას შეადგენს. კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებთან კონტაქტში იმყოფება და საწვავის იმპორტს მისაღებ ფასებში განიხილავს. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.